ყაზბეგში სახალხო დღესასწაულია სტეფანწმინდის სპორტულ მოედანზე საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეებია მოწყობილი მიმდინარეობს ცხეთამთიანეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქტის გამოფენა გაყიდვა. ყაზბეგობა 2025 გალა კონცერტითა და ფეერვერკით დასრულდება. ყაზბეგში სახალხო დღესასწაული ყაზბეგობა 2025 აღინიშნა. დღის განმავლობაში სტეფანწმინდის სპორტულ მოედანზე საფესტივალო სივრცეში სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებას მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დაბა სტეფანწმინდაში აღინიშნება ყაზბეგობის დღესასწაული, იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები. ადგილზე ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია. არის მრავალი ადამიანი ჩამოსული ვიზიტორი. საქართველოს მრავალი კუთხიდან არიან სტუმრები, ასევე არიან უცხოელი წარმომადგენლები, ელჩები, იაპონიის ელჩმა გადაწყვიტა სტუმრობა დღეს და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ. საინტერესო ვითარდება დღევანდელი დღე, არის ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო გაყიდვა, ასევე ქორეოგრაფიული ნომრები, სხვადასხვა სანახაობა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს დახვდათ მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქტის გამოფენა გაყიდვა, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. ერთ-ერთი მონაწილე ვარ ამ ღონისძიების, მაქვს წარმოდგენილი გამოფენაზე ჩემი ნამუშევრები, ასევე ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები, ნაქარგობა და ნაკსოვები. დღის განმავლობაში გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივმა ანსამბლებმა, სახალხო მთქმელებმა და პოეტებმა. დააჯილდოვეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის წარმომადგენლები. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა. დღევანდელ დღეს ულოცავ აქაურობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მოსული, რაც ყველაზე მთავარია და დიდი მადლობა ორგანიზატორებს და დიდი მადლობა ყველას. ყველა გახარებულია, ყველა ბედნიერია. ძალიან მაღალი აქტივობაა, უამრავი ადამიანი არის წარმოდგენილი როგორც ადგილობრივები, ასევე სტუმრები და მათ შორის უცხოელებიც და მიდის სხვადასხვა ღონისძიებები და ყველა მონაწილე მე ვფიქრობ არის კმაყოფილი. ყაზბეგობა 2025 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.